ნარჩენების მართვის რეფორმაზე საუბარს ვაგრძელებთ გადაცემის ამ ნაწილშიც, როგორც ცნობილია, წარმოების გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარი აქტიდან 4 ძალაში შესულია რეფორმის ფარგლებში ნარჩენების მართვის ვალდებულება უკვე აქვთ ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს. დარჩენილი 2 რეგლამენტი, რომელიც და ავტომობილებს და მოცულობით ყველაზე დიდ შესაფუთ ნარჩენებს ეხება, რამდენიმე წელია დამტკიცების მოლოდინშია. დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა. ბოლო ინფორმაციით, შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტი 2024 წლის პირველ კვარტალში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ამ დრომდე ღია საკითხი დარჩენილი რეგლამენტების ძალაში შესვლის ვადებთან დაკავშირებით. რატომ გაჭიანურდა დროში რეფორმის ყოფილად განხორციელება და რა აფერხებს დღემდე შესაფუთი ნარჩენების მართვის რეგლამენტის მიღებას. სტუმართან ვისაუბრებთ ამ თემაზე. გივი კალანდაძე, Georgia Plus-ის თავმჯდომარე გვერდდება სტუდიაში. მოგესალმებით, გივი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ წინა ბლოკში სტუმრებთან საუბრობდით უკვე მოქმედი რეგლამენტების ფარგლებში, როგორ ხორციელდება ეს რეფორმა, თუმცა თქვენთან მინდა სწორედ ამ ნაწილზე ვისაუბრო. ყველაზე მსხვილი შესაფუთი მასალების ნარჩენების რეგლამენტი ფაქტობრივად 6-7 წელია მე თუ არ ვცდები, ვსაუბრობთ თქვენთან ამ საკითხზე. გარკვეულ საკითხებზე იყო შეუთანხმებლობა, ფაქტია ბიზნესსა და ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს და დარგობრივ სამინისტროს შორის. დღეს რა სტატუსი აქვს ამ პროცესს? ბევრი კადრი შეიცვალა მერიაშიც, გარემოს დაცვის სამინისტროშიც. დაიძრა თუ არა ეს პროცესი, დღეს რა სტატუსი აქვს მოკლედ ამ რეგლამენტებთან დაკავშირებით საკითხს? სამწუხაროდ რეგლამენტი ისევე მიუღებელია, სტატუსი არის ის, რომ უმოქმედოა, თუმცა ჩასწორება, რომელიც მიღებული იყო იმ უკვე შეთანხმებულ რეგლამენტში საერთოდ ასკარგავდა როგორც წარმოების გაფართოებული ვალდებულების ტექნიკური რეგლამენტის. რადგან იქ არის ის პრინციპები დაცული, რომელიც წარმოების გაფართოებული ვალდებულებას ამოქმედებდა და მისცემდა მას სრულფასოვნების სახეს. შესაბამისად, ჩვენ არ დავეთანხმეთ იმ ცვლილებებს, რომლებიც გაკეთებული იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ და სამწუხაროდ დღემდე არ არის მოქმედი ეს ქვემდებარი აქტი. ბატონო, მე მეტი რომ ვისაუბროთ, მაყურებელს გავახსენოთ კიდევ ერთხელ, რაზე იყო კონკრეტულად შეუთანხმებლობა, ბიზნესი რაზე რას ითხოვდა კონკრეტულად, კერძო სექტორს რა სქემით წარმოუდგენია ამ რეგლამენტის პრაქტიკაში უკვე მუშაობა. ჩვენ არაფერი ახალი არ მოგვიგონია, ჩვენ ევროკავშირის მიერ მივლინებულ ექსპერტებთან ერთად გავიზიარეთ ის საუკეთესო გამოცდილება, რომელიც არსებობს სკანდინავიურ ქვეყნებში, საიდანაც წამოვიდა საერთოდ წარმოების გაფართოებული ვალდებულებას, რომელიც არსებობს გერმანიაში და ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ეს გახლავთ ის მიდგომა, რომ წარმოებელი ვალდებულად თვლის თავს, რომ მისი პროდუქტიდან მიღებული ნარჩენი მოვლილი ნაპატრონები და მართული იყოს თავისი ფინანსებით, თავისი ადმინისტრირებით და თავის მიერ გამართული ინფრასტრუქტურით. თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს შეთანხმებული სახელმწიფოსთან, უნდა იყოს კანონით გაწერილი ყველა მასში ჩართული ჯგუფის თუ ერთეულის მოვალეობა და ეს უნდა მოხდეს ხარჯ-ეფექტური სქემების გამოყენებით. ეს რას ნიშნავს? აქედან წარმოებული ვერასოდეს მოგებას ვერ მოიგებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დანახარჯი წარმოებლის მიერ, მაგრამ წარმოებელს უნდა კონდეს უფლება, კანონით მინიჭებული უფლება, რომ მან ისეთი სქემები გამოიყენოს, რომლებიც წარმოებელს მოიყვანდა კანონთან შესაბამისობაში, თუმცა რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით. ეს არის პრინციპი, ძალიან მარტივი, გასაგებადაც მარტივი, თუმცა აღსასრულებლად საკმაოდ ძვირი და კომპლექსური. მაგრამ ეფექტურობა თვითონ აი ამ სქემების უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი, რადგანაც წარმოებელმა შესძლოს თავისი მოვალეობების შესრულება, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი რა სქემას გთავაზობდა? ის ცვლილებები, რომლებიც მუნიციპალიტეტმა შეიტანა, ეს არ იყო წარმოების გაფართოებული ვალდებულების პრინციპებისგან გამომდინარე და არ იცავდა ამ პრინციპებს. ეს იყო ჩვეულებრივი სანიტარული დასუფთავებისთვის ახალი გადასახადის შემოღება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამაზე წინააღმდეგები ვართ, არ ვამბობთ ეს ცუდია. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ამ რეგლამენტის ფარგლებში შედის ასეთი ცვლილება, მაშინ რეგლამენტს გადაერქვა სახელი და ახალი რაღაცა მიმართულება დაერქვას.
მაგრამ თუ ამ რეგლამენტის ფარგლებში შედის როგორც წარმოების გაფართოებული ვალდებულების რეგლამენტი, ტექნიკური რეგლამენტი, შესაფუთი მასალების, მაშინ ეს უნდა იყოს იმ პრინციპზე დაფუძნებული, რომელიც წარმოების გაფართოებული ვალდებულება ჰქვია. ეს იყო მეტი არაფერი. ანუ ეს არჩევანის შესაძლებლობა მათ მიერ შემოთავაზებული იქ მრავალი შესწორება იყო, რომელიც ზღუდავდა წარმოებელს და ასევე პატივს არცემდა წარმოების გაფართოებულებების პრინციპებს. ეს არის ძირითადი ჩვენი პრეტენზია კი არა, მოთხოვნა და თხოვნა, რომ აი ეს მიმართულება დაცული იყოს და მე დამიჯერებთ, რომ ნამდვილად ეს ისეთი სასარგებლო სისტემა თვითონ ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, საკმაოდ დიდი დანაზოგი ბიუჯეტში, დამატებით შემოსავალი ბიუჯეტების მუნიციპალიტეტებში და ასე შემდეგ და ასე რატომ შემდეგ. არ აწყობს ამ შემთხვევაში აი ამ სწორი მექანიზმებით ამ პროცესის განხორციელება მუნიციპალიტეტში? მე არ ვიტყოდი რომ არ აწყობთ, რა თქმა უნდა აწყობს ამ. მაშინ რატო ესე გაიწელა დროში ამ მე მგონია გადაწყვეტილების რომ მიღება? ნაკლები ცოდნა ამ მიმართულების მუნიციპალიტეტის მხრიდან ნაკლები შემეცნება არ აქვთ აი ამ მიმართულებით, რომ მაგალითად ეს სისტემა რომ იყოს ისე დანერგილი, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ძალიან დიდ სარგებელს მისცემდა ყველა მხრიდან თვითონ მოსახლეობას, საზოგადოებას, მუნიციპალიტეტს, არა მწარმოებელს. წარმოებელი აქ მუდამ ინვესტიციას განახორციელებს. აქედან მოგება მწარმოებელს შეუძლებელია რო კონდეს. მე ვამბობ, რომ საზოგადოებას ძალიან დიდი სარგებელი ექნებოდა. საზოგადოება მოიაზრება თავისი ეკონომიკური და ფინანსური სარგებლით. კი ბატონო, დღეს ვინ არის ის ჯგუფი, თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინც მუშაობს, ანუ თუ მუშაობს და თუ გრძელდება მუშაობა აი ამ პროექტზე, მე მახსოვს თვეების წინ ჩვენთან ინტერვიუში ამბობდით, რომ რაღაცა აი განახლდა ამ დოკუმენტზე მუშაობა და რაღაცა ის მოდიფიცირება მოხდა იმ ვერსიის, რაც ასევე შეუთანხმებლობის საგანი იყო კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტს შორის. აი დღეს რამდენად ისევ მუშაობა გრძელდება ამ რეგლამენტზე, რა ბოლო ინფორმაციას ფლობთ დარგობრივი სამინისტროსგან? ჩვენ მივმართეთ წერილობით ბატონ დავით ახალმინისტრს, გავახსენეთ ჩვენი თავი, იმიტომ რომ ჩვენ ბატონ დავითთან ჰქონდა, როდესაც ის პარლამენტში მუშაობდა, საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური კონსულტაციები. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორ ამ დარგში საკმაოდ ჩახედულ პირს, თუმცა ვერ მოხერხდა ჩვენი შეხვედრა და ჩვენი ახლიდან ამ თემასთან დაკავშირებით ისევ კონსულტაციების გამართვა. ვთხოვდი რომ იქნება დრო დაგვითმოს და შეხვდეს და დავიწყოთ ამ თემაზე მუშაობა, რადგან თვლით რომ ეს სამინისტროს ინტერესებშია და არა მარტო სამინისტროს, მუნიციპალიტეტების ინტერესებშია და მთლიანად საზოგადოების ინტერესებია. კი ბატონო, შესაძლებლობის შემთხვევაში ჩვენც აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და დავუსვავთ მას კითხვას ბუნებრივია ამ თემებთან დაკავშირებით. ბატონ გივი, მე მინდა კითხოთ, საერთო ჯამში ჩვენ საუბრობთ, ძალიან ბევრი რეგლამენტი მივიღეთ ამ ნარჩენებთან დაკავშირებით, თუმცა აი შესაფუთი მასალები არის მოცულობით ყველაზე დიდი. აი რაღაც რა გათვლებია გაკეთებული იგივე კერძო სექტორის მხრიდან, რა მოცულობის ნარჩენი გროვდება, თუნდაც დედაქალაქზე რომ ვისაუბროთ და რა სიმძლავრეები სჭირდება მის გადამუშავებას. აი კერძო სექტორის როლი როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესში, როცა დაიძვრება მოკლედ ეს საქმე და შეიძლება მივიდეს უკვე შეთანხმებამდე. ერთადერთი მე რაც შემიძლია დაზუსტებით თქვა ის, რომ ძალიან ბევრი ადრე გახსნილი და ადრე დარეგისტრირებული გადამამუშავებელი ერთეულები თავის მოცულობებით გაჩერებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ხდება შესაფუთი მასალების სეპარირებული შეგროვება, ინტენსიურად არ ხდება და არ ხდება მისი მოხმარება ქვეყნის შიგნით. რადგან ის სიმძლავრეები, რომლებიც დარეგისტრირებულია დოკუმენტებით, მათ ნებართვა აქვს. მე ძალიან ბევრგან ვიყავი უკვე ფიზიკურად, კარები დაკეტილია ბოქლომიადებს. შესაბამისად, არ ხდება არც ამ სიმძლავრეების გამოყენება სხვა მხრივ და სამწუხაროა, რომ ეს შესაძლებლობას ჩვენ არ ვიყენებთ. ეს პირველი საშუალება იმის ქვეყანაში, რომ მწვანე ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის საფუძვლები ჩავუყაროთ აი ამ სექტორის ამუშავებით. ჩავყაროთ.
ამ სექტორის ამუშავება. აი ფინანსურად, კომერციულად ბიზნესისთვის რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ინვესტიციის ჩადება სწორედ აქ, აი ამ გადამუშავების იგივე თუნდაც საწარმო სიმძლავრეები შეიქმნას ქვეყანაში ამისთვის. აი მაგალითად საბურავების შემთხვევაში ბიზნესს აქვს ინიციატივები, აპირებენ რამდენიმე ქარხნის მშენებლობას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. აი შესაფუთი მასალების ნაწილში ეს რამდენად შეიძლება გახდეს კომერციულად საინტერესო კერძო სექტორისთვის. კომერციულად საინტერესო უნდა იყოს წესიდერგი ჩვენ ეს გათვლებით ზუსტად ციფრებით არ გვაქვს ჯერჯერობით, მაგრამ თუმცა ვაპირებთ ამის კალკულაციას და ამის შესწავლას, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების რა ქვია, წარმოებას. მაგრამ რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება, რადგან უკვე ერთხელ ჩვენს მიერ შესყიდული შესაფუთი მასალები ისევ უკან გვიბრუნდება გადამამუშავებელი სექტორის გავლით, ხო მართალია? ისევ ადგილზე მუშავდება ეს და არ გვექნება საჭიროება შემოვიტანოთ საზღვრების გარედან, რომელიც საკმაოდ ძვირიჯდება. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ინტერესებში იქნება. არა მარტო ჩვენ ინტერესებში იქნება. ამას საკმაოდ დიდი დამხმარე ძალა ჭირდება, ხო? იქ მუშახელი ჭირდება, დამხმარე ინფრასტრუქტურა ჭირდება და კიდევ მრავალი სისტემის გამართვა ჭირდება, ტრანსპორტირების სისტემები ჭირდება და ასე შემდეგ. კი ბატონო, ვნახოთ ახალი, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელის პირობებში დარგობრივი სამინისტრო რამდენად უფრო ქმედით იქნება ამ პროცესში. ჩვენ კიდევ ერთხელ შესაძლებლობის შემთხვევაში აუცილებლად გადავცემთ კერძო სექტორის, ასე ვთქვათ, ამ მოთხოვნას მინისტრთან შეხვედრის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გივი, რომ ჩაგვეყენეთ საქმის კურსში ბოლო დეტალებზე ამ რეგლამენტებთან დაკავშირებით. მადლობა გივი კალანდაძეს, ის აი ჯორჯია პლასის თავმჯდომარეა.